გამარჯობა, ჩემო საყვარელო მეგობრებო. ეხლა ჩვენ დავიწყებთ სეანსს, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ჩავთვალოთ, რომ ეს არის აქტივაცია. მოეწყოთ ისე, რომ არაფერი არ გზღუდავდეთ. დარწმუნდით იმაში, რომ არავინ არ შეგიშლით ხელს, არავინ არ შემოვა ოთახში. სასურველია, რომ ძილის წინ მოусმინოთ ამას. აუცილებელია, რომ თქვენ ზურგს გქონდეს საყრდენი. ეხლა დავაკვირდეთ ჩვენს სუნთქვას. სასურველია დავამტკნაროთ. ეს ღრმად დავამტკნაროთ. მტკნარება გვეხმარება მოდუნებაში. ძალიან კარგი იქნება თუ გაიზმორებით, კარგად გაიზმორებით და დავამტკნარებთ. დავამტკნარეთ. კარგია. ღრმად ჩაისუნთქეთ, ძალიან ღრმად და მოისუნთქეთ. ეხლა კიდე ჩაისუნთქეთ ძალიან ღრმად. ესეთი თქოს მთელი სხეული გააშალეთ, ძვლებში გაიშალეთ და მოგეხსნათ უნდა მთელი დაძაბულობა მთელი დღის დაძაბულობა. ძალიან კარგია. ეხლა კიდე გავაგრძელოთ 7 სუნთქვა. ყოველ ჩასუნთქვაზე ნელ-ნელა იგრძნობთ სიმშვიდეს. ყველა სხვა აზრი გაუშვით თავიდან და გადადით დასვენების რეჟიმზე. თქვენგან არ მოვითხოვ აბსოლუტურად არაფერს გარდა იმისა, რომ უბრალოდ მოусმინოთ და გაყვეთ ჩემს ხმას. ყველაფერი კარგად იქნება, ამის პირობას მეკაძლევთ. და ამ საოცარ სიმშვიდეში თქვენ უკვე გრძნობთ, რომ ხელები და ფეხები დაგიმძიმდათ. ხართ აბსოლუტურად მოდუნებულები. გიმძიმდებათ მხრები, ზურგი, სახეც კი, სვენებს წარფები, შუბლი თითქოს ძალიან მოშვებულია, დასვენებულია. ყველაფერი, ყველა უჯრედი თქვენი სხეულის არის მოდუნებული. თქვენ გრძნობთ საოცარ სიმშვიდეს და უსმენთ მხოლოდ ჩემ ხმას. სხვა ხმა, რომელიც შემოდის ოთახში, უბრალოდ ესე ირევა რაღაც ხმებში, მაგრამ გესმით მხოლოდ ჩემი ხმა. სუნთქავთ უფრო და უფრო ღრმად, ფანტავთ ყველანაირ აზრებს, რომელიც მოდის თავში. ეხლა კი თითქოს უკვე გეჩვენებათ, რომ ჩემი ხმა ისმის სიცარიელეში. ეხლა თქვენ ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი წონა, რა წონასაც გინდათ რომ მიაღწიოთ. ნებისმიერი ჩაიფიქრეთ და იფიქრეთ იმ რიცხვზე. ზუსტად იმ რიცხვამდე გინდათ რომ მიხვალთ და დღევანდელი სეანსის შემდეგ თქვენი ორგანიზმი დაიწყებს მუშაობას სხვანაირად და აუცილებლად მივა დასახულ მიზნამდე. დღევანდელი დღის მერე თქვენ აგიჩქარდებათ ნივთიერებათა ცვლა და ცხიმის ცვლა უფრო და უფრო ჩქარა წავა. ცვლილებას იგრძნობთ ძალიან მალე. შეიძლება დღესვეც კი. ხვალ დილასაც, მთელი ღამის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი სხვანაირად გადაეწყობა. უცბად, ხვალიდან დაიჭერთ თქვენ თავს იმ აზრზე, რომ საჭმელი არანაირ ემოციას არ იწვევს თქვენში. არც მადას აღზრავს, არც მისი ფერი, არც სუნი, არანაირ ემოციას არ იწვევს, არც გინდებათ, არც გიჟდებით, ან ვაიმე, არანაირი ემოცია. ამის ნაცვლად საჭმელს შეხედავთ უმშვიდესად. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, დაბადების დღეზე, ახალ წელს, თუ ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე.
თქვენთვის საჭმელი იქნება აბსოლუტურად სულ ერთი. დანაყრებას იგრძნობთ ძალიან მალე. იგრძნობთ, რომ საჭმელი საერთოდ არაფერში არ გჭირდებათ და თავს კმაყოფილად და დანაყრებულად იგრძნობთ სულ მცირედი საკვებითაც კი. საკვებით აღარ იგრძნობთ არანაირ ემოციურ სიხარულს, ან სინანულს, ან არანაირ შეგრძნებას საკვები აღარ გამოიწვევს თქვენში. საკვები გახდება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში წარმოადგენს. დაიწყებთ კვებას მხოლოდ იმიტომ, რომ იცხოვროთ და არა პირიქით. საკვები აღარ იქნება თქვენი გასართობი ან რაღაცა ბედნიერების წყარო. ემოციური აღქმა საკვების გაქრება. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნებაც, აღიქვათ საკვები აბსოლუტურად სხვანაირად, ზუსტად ისე აღიქვამს საჭმელს, როცა მას არ დაყვება რამე ემოციური დატვირთვა, გამხდარი, ნორმალური ადამიანები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში. ზოგი პროდუქტი, როგორიც არის შაქარი, ცხიმი, ცომი, გამოიწვევს თქვენში ცუდ შეგრძნებას. და ყოველ ჯერზე, როცა უარს სიტყვით ამ მარაჯანსაღ საკვებზე თქვენ იგრძნობთ პატარ-პატარა გამარჯვებებს, რომელიც საოცრად გაგაბედნიერებთ. დაიტყვით, რომ აი, მე გავიმარჯვე, მე შევძელი, მე შემიძლია ვაჯობო ჩემს თავს, მე შემიძლია ვაჯობო ჩემს მადას, მე შემიძლია ვაჯობო ყველაფერს, მე მაქვს მიზანი და მე აუცილებლად მივალ ამისნამ და ყველა ჯერზე თქვენ გაგახსენდებათ ეს სიტყვები. არაფერი არ გაიძულებთ ამის შემდეგ, რომ თქვენ ჭამოთ ზედმეტი. არც თქვენი ხასიათი, არც რამე მოვლენა, არც მოულოდნელი შემთხვევა, ან ვინმეს გარდაცვალება, ან რაღაცა ემოციური, ნებისმიერი რამე, რასაც ეხება ემოციური, აღარ იქნება კავშირში საკვებთან. არის ცუდი ამბავი, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საჭმელი თუ და გამოწყეთ. არც მეგობრის ხოვნა არ იმოქმედებს არანაირი, რომ აი მოდი ახლა შეჭამ ერთი ნაჭერი რა მოგივა, არ შეჭამ. აბსოლუტურად მშვიდად ეუბნებით უბრალოდ, რომ მე ამას არ ვჭამ, იმიტომ რომ არ მინდა და სხვა არანაირი დაძალება არ იქნება საჭირო. თუ მომინდება შევჭამ. დღევანდელი სეანსის მერე ეს მოდელი ქცევის დაიბლოკება. ის მოდელი, რომელთაც თქვენ აქამდე ხელმძღვანელობდით. თქვენ მიყვებით ჩემს მოწოდებულ მენიუს და თქვენ იქნებით ამითი ძალიან ბედნიერი. ცხიმი დაიწვება ყოველდღიურად. წონა წავა ძალიან მარტივად, ზუსტად ისე როგორც ოცნებობთ. თქვენ მოგეწონებათ ფიზიკური აქტივობები, ძალიან მოგინდებათ, რომ ბევრი ივარჯიშოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაწვეთ ეს ზედმეტი ცხიმი. თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა თქვენ ყველაფერი გამოგივათ. აი ეხლა ხვალიდან, ან უკვე დღეიდან თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივათ და თქვენ მიაღწევთ სასურველ მიზანს. დღევანდელი დღის შემდეგ თქვენი ორგანიზმიც კი გეხმარებათ. მიზანი, რომელიც გაქვთ დასახული, აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს. წარმოიდგინეთ თქვენ თავი, აი როგორი ხართ გამხდარი, აი რა გაცვიათ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, აი როგორ შეიღებავთ თმეებს, ან როგორ გექნებათ თმეები გაკეთებული, ან რა გეცმევათ, რომელი კაბა, როგორ ქუსლებზე იდგებით, თუ რა სადგებთ, აი ადგილიც კი წარმოიდგინეთ, აი ეს შეგრძნება და რას გრძნობთ, როგორ გიხარიათ, რომ ხართ ეს გამხდარი, აი მაგარ ტანზე, ბედნიერი, აი ყველაფრად ხილს ეს შეგრძნება და ამ შეგრძნების გამო თქვენ აღარ შეჭამთ ისეთ არაჯანსაღ საკვებს, როგორც არის შაქარი, ცხიმი, თეთრი ფქვილი, პური. ეხლა ზუსტად წარმოიდგინეთ ის რიცხვი, რამდენიც დაკლებაც გინდათ. იმეორეთ ის რიცხვი, ეს იქნება 10 თუ 20 კილო.
აბა ეხლა დააფიქსირეთ და 30 წამი გჭირდება იმისათვის, რომ თქვენ დააფიქსიროთ ეს დრო. ანუ რიცხვი, რომ აი მე მინდა დავიკლო 10 კილო და იმეორეთ აი 10 კილო მინდა დავიკლო, 10 კილო მინდა დავიკლო ესე. ეხლა იქნება სიჩუმე და თქვენ დააფიქსირეთ თქვენი წონა. დაფიქსირებულია. ეხლა დავითვლის 3-მდე და თქვენ გაახელთ თვალებს ან გააგრძელებთ ძილს. 1 2 და 3